გრძელდება საქართველოს არბიტრთა ასოციაციის პოდკასტების სერია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მიმოვიხილავთ საარბიტრაჟო სამართლის აქტუალურ საკითხებს. დღევანდელი ეპიზოდის მხარდაჭერია NB Legal, რომელსაც გაწეული მხარდაჭერისათვის ჩვენ მადლობას ვუხდით ასოციაციის სახელით. დღევანდელი ეპიზოდის სტუმრებიც კვლავ არიან ნინო ბაქაქური და სოფი ტყემალაძე, რომელთანაც წინა ეპიზოდის დასრულება ძალიან გაგვიჭირდა, რადგან დისკუსია მართლაც ძალიან საინტერესო კუთხით განვითარდა და ამ დისკუსიის განმავლობაში, ამ საუბრის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ გავუსვით ხაზი იმას, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება და მის ცნობა-ახსნებაზე უარის თქმა ხდება კანონით მკაცრად განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ასევე ხაზი გავუსვით იმასაც, რომ ეს საფუძვლები მოდელურ კანონში, ისევე როგორც ნიუ-იორკის კონვენციაში, არის თითქმის ერთი და იგივე. ამ ეპიზოდში ალბათ კარგი შანსია დავაზუსტოთ ისიც, რომ საქართველოს კანონიც მიყვება არბიტრაჟის შესახებ მიყვება ზუსტად ამ პრინციპს და ჩვენ გვაქვს ამომწურავად განსაზღვრული საფუძვლების სია, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იქნას გაუქმებული, ან უარი ეთქვას მის ცნობა ახსრულებას. თითოეული რომ არ ამოვიკითხოთ და ამით საინტერესო საუბრას დრო არ მოვაკლოთ, ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრინციპული თვალსაზრისით, კონცეპტუალური თვალსაზრისით, ეს საფუძვლები შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად. პირველი ნაწილი არის საფუძვლები, რომლის მტკიცების ტვირთით ეკისრება მხარეს, ანუ თუ არ არსებობს მხარის შედავება იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე კანონით განსაზღვრული საფუძველი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს და სწორედ ამიტომ უნდა ისარგებლოს სასამართლო მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით, დისკრეციით. მეორე კატეგორიას განეკუთვნება ის საფუძვლები, რომელიც ნინომ უკვე გაშალა კიდევაც წინა ეპიზოდის განმავლობაში და მას ლათინური ფრაზითაც ex officio მოიხსენიებენ, რაც შინაარსობრივად ნიშნავს იმას, რომ სასამართლო თავისი ინიციატივით მხარის შედავების გარეშე ამოწმებს ამ საფუძვლებს. მოდით დავიწყოთ, მოკლედ მიმოვიხილოთ პირველი კატეგორიაც და ცოტა მეტი დრო დავუთმოთ მეორე კატეგორიას. პირველ კატეგორიაში გვაქვს მხარის უფლებამოსილება, მისი კომპეტენცია დაედო საარბიტრაჟო დათქმა, ტრიბუნალის ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები, საარბიტრაჟო დათქმის ფარგლები, რამდენად საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და განხილვა იყო მოცული საარბიტრაჟო დათქმით და ერთი საინტერესო ნიუანსია, რომ ცნობა-ახსრულების საფუძვლები არის იმაზე ერთით მეტი ამ პირველ ნაწილში, ვიდრე გაუქმების საფუძვლები, ეს თავისთავად თვითახსნადი განსხვავება ამ საფუძვლებს შორის, თუ ჩაუღრმავდებით, ასე ვთქვათ, ამ ერთ დამატებით საფუძველს. ეს დამატებითი საფუძველი არის ის, რომ სასამართლო შეუძლია უარი თქვას ცნობა-ახსრულებაზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, თუ ის გაუქმებული იქნა გადაწყვეტილების გამომტან იურისდიქციაში. აქ ძალიან საინტერესო დილემამდე შეიძლება მივიდეს სასამართლო, რას ვშვრებით მაშინ, როდესაც სხვა სასამართლომ, არანაკლებ კომპეტენტურმა იმ იურისდიქციაში, სადაც იყო საარბიტრაჟო განხილვა, იმსჯელა იმავე საფუძვლების გამოყენებით, რაც ჩვენ სწორედ ერთნაირი გვაქვს და მივიდა დასკვნამდე, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო. რა შეზღუდული არეალი ხო არ აქვს ამ შემთხვევაში სასამართლოს თავისი დისკრეციის გამოყენების და რა ასპექტები შეიძლება გამოვკვეთოთ ამ საფუძველთან დაკავშირებით და სოფი მინდა რომ პირველი კითხვით ისე შენ მოგმართო. ხო, ეს ძალიან საინტერესო საფუძველია და საინტერესო პრაქტიკაც არის ამ საფუძველთან დაკავშირებით და სხვა შორის ძალიან სხვა სტანდარტებს და სხვა ფაქტორებს ითვალისწინებენ სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოები ამ საფუძველთან დაკავშირებით. მაგალითად, საფრანგეთის საერთოდ არ ასე ვთქვათ, აღიარებს ამ საფუძველს იმ კუთხით, რომ ისევ და ისევ როგორც გერმანიის შემთხვევაში ვახსენე, საფრანგეთის კანონმდებლობა ადგილობრივ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში ასეთ საფუძველს არ იცნობს და ამიტომ საფრანგეთიც მეშვიდე მუხლს ეყრდნობა ესეთი უფრო ხელსაყრელი რეჟიმის პრინციპს და ამბობს, რომ ვთქვათ ის რომ სადღაცა გაუქმდა, ეს ჩემთვის თავისთავად არ არსებობს ასეთი საფუძველს არ წარმოადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარემ ხელთავიდან უნდა ამტკიცოს საფრანგეთში, როდესაც საფრანგეთი არის ცნობა-ახსრულების ქვეყანა, არის თუ არა ის 4 საფუძველი, პირველი 4 საფუძველი სახეზე. და თუ დაამტკიცა,
ასეთ შემთხვევაში უარი ეთქმევა, შეიძლება უარი ეთქვა ცნობა აღსრულებაზე. ამ კუთხით ფრანგები მგონი კიდევ უფრო შორს მიდიან მსჯელობაში და ამბობენ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული იურისდიქციის პირმშო და ის რაღაც საერთაშორისო წესრიგის ნაწილია, ამიტომ ის რაც ერთმა სასამართლომ ერთ კონკრეტულ იურისდიქციაში დაასკვნა, სულაც შეიძლება არ იყოს მავალდებულებელი ბოჭავი ძალის იმ საერთაშორისო დოკუმენტთან მიმართებით, რასაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ქვია და ჩემი აზრით ხედვის თვალსაზრისით ძალიან საინტერესო აღქმა იმის თუ რა არის რეალურად საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომელიც საერთაშორისო კონტექსტში მართლაც რთულია ერთ რომელიმე კონკრეტულ იურისდიქციას მიაკუთვნა უფრო მეტად ვიდრე სხვას, ხო? კი, და ამბობენ, რომ ეს არის national, ანუ ანაციონალური, ანუ ნაციონალობა არ გააჩნია ამ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას და ამ პრინციპს, ასე ვთქვათ, აღიარებენ და მიუყვებიან. ალბათ უფრო ხშირია ეს შემთხვევა, როდესაც სხვა შემთხვევები, როდესაც საფუძველი არსებობს, ანუ ის რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გაუქმებულ იქნა იმ ქვეყანაში, სადაც გამოვიდა ეს გადაწყვეტილება, არის საფუძველი უარის თქმის ცნობა აღსრულების ქვეყანაში, სხვა ქვეყანაში. აქ დილემა არის რაში, რომ ეს საფუძველი, ამ საფუძველს, ასე ვთქვათ, საფუძვლად უდევს, ასე ვთქვათ, წარმოიშვა ეს საფუძველი სასამართლოების ურთიერთპატივისცემის და ურთიერთაღიარების ქვეყნების მიერ სხვა ერთმანეთის სასამართლოების ურთიერთპატივისცემის და აღიარების კუთხით, რომ თუ კი შენმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ასია, ვთქვათ, ჩემი სასამართლოსთვისაც ეს შეიძლება იყოს საფუძველი ცნობა აღსრულებაზე უარის. მე მომწონს ის მიდგომა, თუ არ ვცდები ამ მიდგომას იზიარებენ ჰოლანდიის სასამართლოები, როდესაც ისინი ამბობენ, რომ კი ბატონო, მეხუთე მუხლის პირველი ნაწილით ჩემი დისკრეცია, რომ უარი ვთქვა ცნობა აღსრულებაზე, თუ კი ეს გადაწყვეტილება გაუქმებულ იქნა გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის სასამართლოში და ისინი ამბობენ, რომ მე ამ დისკრეციას გამოვიყენებ პოზიტიურად. ანუ პოზიტიურად იგულისხმება, რომ უარს ვიტყვი ცნობა აღსრულებაზე, ანუ პრეზუმპცია არის, რომ უარს ვიტყვი ცნობა აღსრულებაზე, თუ კი ეს გაუქმებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. ანუ საწყისი წერტილი არის, რომ თუ კი გაუქმებულ იქნა, მე უარს ვიტყვი. მაგრამ ამავე დროს ამბობენ, რომ ამ დისკრეციას გამოვიყენებ სხვანაირად იმ შემთხვევაში, თუ კი გაუქმების პროცედურას რაიმე ხარვეზი ქონდა, ან მე მაქვს საფუძველი, რომ არ ვაღიარო, ანუ გადაუხვია ურთიერთპატივისცემის და ურთიერთაღიარების პრინციპს, თუ კი მე მაქვს საფუძველი, რომ გადაუხვიო და არ ვაღიარო ის რაც მოხდა შენ სასამართლოში და ამის კარგი მაგალითი არის შემთხვევები, როდესაც რუსეთის სასამართლომ რუსეთის ასე ვთქვათ, რუსული კომპანიის ხო საწინააღმდეგოდ გამოტანილ გადაწყვეტილება გაუქმა. ხო? და ამ შემთხვევაში სასამართლო ცნობა აღსრულების სასამართლომ, როდესაც გამოიკვლია რა მოხდა გაუქმების სასამართლოში, დაინახა, აშკარა იყო, როგორც პროცესუალური უფლების დარღვევა მხარის გაუქმების ეტაპზე, ისე აშკარა უგულებელყოფას არბიტრაჟ გადაწყვეტილების და ნიუ-იორკის კონვენციის სულისკვეთების. და ამიტომ სასამართლომ თქვა, რომ მე მაქვს საფუძველი, რომ კითხვები დავსვა და ეჭვი შევიტანო გაუქმების პროცესში, როგორც პროცედურული სამართლიანობის კუთხით, ისე არსებითად სასამართლომ უგულებელყო ყველა ის პრინციპი, რასაც ეფუძნება საერთაშორისო არბიტრაჟი და ამიტომ მე ასე ვთქვათ თვალს დავხუჭავ იმაზე, რომ გაუქმდეს გადაწყვეტილება სხვაგან და მე ნიუ-იორკის კონვენციის სულისკვეთებას მიუყვები და ვცნობ და ამ დისკრეციას გამოვიყენებ ცნობა აღსრულების სასარგებლოდ. ანუ ცნობა აღსრულება ამ შემთხვევაში რაღაცა გამონაკლის
დისკრეცია გამოიყენება უფრო მეტად ხო გამონაკლისად. დისკრეციის დანიშნულებაც ალბათ ზუსტად ეს არის, რომ ის რასაც რუსული პრაქტიკა ამკვიდრებს, რაც არსებითად არასწორი გაგება შეიძლება მთლიანად დაარგის, არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით. ამ შემთხვევაში, როდესაც რუსული კომპანიების წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებს აუქმებს, ან შემდგომ ცნობა ახსულებაზე უარს ამბობს, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაში. და ალბათ დისკრეცია სასამართლოს ზუსტად ამიტომ აქვს, რომ ესეც საკვანძო მომენტებში გადაარჩინოს არბიტრაჟი, როგორც ესეთი ალბათ და არა მხოლოდ რაღაც ერთი კონკრეტული გადაწყვეტილება. და მეც რაღაც უფრო ფართო სურათში ვხედავ ამ გადაწყვეტილებას და ძალიან ესეთი სწორი მიდგომაა. თუმცა მეორე მხრივ პრაქტიკაში პრობლემებია ხოლმე და ესეთია საინტერესო გამოწვევის წინაშე დგა ხარ მხარე, რომელიც მაგალითად ეწინააღმდეგებით ცნობა ახსრულებას ისეთი გადაწყვეტილების, რომელიც გამომტან იურისდიქციაში არ იქნა გაუქმებული მიუხედავად მხარის მიმართვისა. და ძალიან ესეთ საინტერესო პრაქტიკულ პარალელებს ქმნის შემდგომ ამ ყველაფრის სწორად ახსნა და დასაბუთება განსაკუთრებით ისეთ იურისდიქციებში, რომელსაც ამბიცია აქვთ, რომ არბიტრაჟის მიმართ პროსარბიტრაჟო მიდგომა აქვთ. რაც შეეხება საფუძვლებს, რომელიც უკვე სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს და ნინომ წინა ეპიზოდში ისიც კი გითხრა, რომ არის შემთხვევები, როდესაც ვალდებულია შეამოწმოს ეს საფუძვლები, უკავშირდება ერთი მხრივ არბიტრაჟუნარიანობას და მეორე მხრივ საჯარო წესრიგს. მოდით დავიწყოთ თავიდან არბიტრაჟუნარიანობაზე საუბრით და პირველი კითხვა ალბათ იქნება ზოგადად განმარტოთ, რას ნიშნავს არბიტრაჟუნარიანობა და მერე დავის არბიტრაჟუნარიანობა და შემდგომ პრაქტიკულად როგორ აისახება ეს უზენაეს სასამართლოს მსჯელობებში, რომ მოგვიყვეთ. კი ბატონო, არბიტრაჟუნარიანობა არის განმარტებული რეალურად მათ შორის ჩვენი კანონით არბიტრაჟის შესახებ, რომელიც ამბობს, რომელი დავები შეიძლება განიხილოს საქართველოში არბიტრაჟმა. შესაბამისად ამ განმარტებას, რომელიც კანონის პირველ მუხლში არის, ახლა ამ წუთში გავშალე და ვუყურებ, პირველ მუხლის მეორე პუნქტი, არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებას მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის. მოგეხსენებათ, რომ ეს საკმაოდ ფართო განმარტებაა და ამიტომ დღემდე ფართო დისკუსიის საგანია კიდევაც. ხომ მახსენდება სულ რამდენიმე კვირის წინ თუ 2 თვის წინ მე მგონი წინა თვეში იყო ნოემბერში 2 კონფერენცია ჩვენთან საქართველოში, რომელიც მიეძღვნა ამ საკითხებს. ერთ-ერთი იყო შრომითი დავების არბიტრაჟუნარიანობა და ასევე უფრო ფართო კონფერენციაზე არბიტრაჟის დღეებზე, ხომ, განიხილებოდა სხვადასხვა ტიპის დავების არბიტრაჟუნარიანობა, როგორც არის მაგალითად საკორპორაციო დავების არბიტრაჟუნარიანობა, ინტელექტუალური საკუთრების სამართლიდან გამომდინარე დავების არბიტრაჟუნარიანობა, გადახდის უნარობის საკითხების არბიტრაჟუნარიანობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს განმარტება მოიცავს კერძო ხასიათის ყველა ქონებრივ დავას, შეიძლება გარკვეული ასპექტები მაინც იყოს არც ისე ნათელი. თუნდაც შრომით დავებთან მიმართებაში, ან საკორპორაციო სამართლის დავებთან მიმართებაში, ხომ და ყველა იმ დავასთან მიმართებაში, რომელიც ვახსენეთ. შესაბამისად, როდესაც ვლაპარაკობთ არბიტრაჟუნარიანობაზე, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ნიუ-იორკის კონვენციითაც და ჩვენი კანონის 45 მუხლითაც გათვალისწინებულ ორ საფუძველში ექცევა ეს საფუძველი, რომელიც სასამართლომ თავის ინიციატივით უნდა განიხილოს, ეს ქმნის ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას ნებისმიერი იურისტისთვის, ხომ, რომ მიუხედავად იმისა, რას ეხება დავა და რომელ მხარეებს შორის უпроსორად საერთოდ ხელშეკრულების დადების ეტაპზევე, ხომ, როდესაც ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო დათქმას ვდებთ, წარმოვიდგინოთ, სად მოხდება თუ თქვათ ხელშეკრულება დაირღვა და მხარეებს შორის დავა წარმოიშვა, სად იქნება ის ქვეყანა, რომელმაც უნდა ეს საბოლოოდ აღასრულოს, ხომ? იმიტომ რომ ნებისმიერი დავის საბოლოო მიზანი არის ის, რომ
მხარემ თავისი გადაწყვეტილების აღსრულებას მიაღწიოს, ხო, თავის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების და თუ ამ დროს აღმოჩნდა, რომ იმ ქვეყანაში, სადაც გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს, ეს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვას არ ექვემდებარება და იმ ქვეყნის პრაქტიკის შესაბამისად ეს ასეა განმარტებული, მაშინ შეიძლება მთლიანად ასე ვთქვათ, უსარგებლო აღმოჩნდეს ყველა ის ძალისხმევა, რომელიც ამ არბიტრაჟის გადაწყვეტილების მისაღებად იყო გაწეული მხარეების მხრიდან. შესაბამისად, საკმაოდ მნიშვნელოვანი და თან სახიფათო დათქმაც არის და განსაკუთრებულად საყურადღებოა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყნის ის სასამართლო პრაქტიკა, რომელიც ამას ეხება. ჩვენ რეალურად გვქონდა ერთ-ერთი საინტერესო საქმე და გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი დრო არ გვაქვს ორიოდე სიტყვით ვახსენებ ამ საქმეს. ერთ-ერთი საქმე, სადაც ეს საკითხი წამოაყენა გადაწყვეტილების აღსრულების მოწინააღმდეგე მხარე, მიუხედავად იმისა, რომ ექს-ოფიციოდ მაინც ჩვენ გვქონდა ვალდებულება, რომ ეს შეგვემოწმებინა, მაგრამ მხარეც დაგვეხმარა ამ შემთხვევაში, თქვა, რომ საკითხი, რომელიც გამომდინარეობს მხარეებს შორის იყო დადებული ხელშეკრულება და ეს ხელშეკრულება შეწყდა, შემდგომ მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა და ერთი მხარის მიერ ავანსად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე იყო საუბარი, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მეორე მხარემ ვერ აითვისა, ხო, თავის მომსახურება, ამ ავანსის შესაბამის მომსახურება მეორე მხარეს არ გაუწევია. აქედან გამომდინარე, მხარემ მოითხოვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება და მახსოვს ეს საქმე ეხებოდა რუსეთის საარბიტრაჟო ინსტიტუტის მიერ განხილულ დავას, სადაც რუსეთის საარბიტრაჟო ინსტიტუტმა გამოიყენა რუსეთის სამოქალაქო კოდექსი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო ამ თანხის უკან დაბრუნება უსაფრთხო გამდიდრების ნორმებით. ეს მიუთითა მხარემ ძირითად არგუმენტად და თქვა, რომ რა კი აქ მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე, ეს არ შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენ როგორც დავა, რომელიც ექვემდებარება მხარეთა შორის, ანუ კერძო ხასიათის ისეთი ქონებრივი დავა, სახელშეკრულებო დავა, რომელიც ექვემდებარება მხარეთა შორის აი ამ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით თუ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დათქმას, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები შეიძლება იყოს მხოლოდ არბიტრაჟის გადასაწყვეტი. და შემოგვთავაზა ეს ვარიანტი, რომ ჩვენ არ მიგვეჩნია ეს როგორც ვთქვათ დათქმით მოცული საკითხი. საქართველოს სასამართლომ განიხილა ეს საკითხი და რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში უპირველეს ყურადღება მიაქცია რუსეთის საკანონმდებლო რეგულირებას ამ საკითხისა, იმიტომ რომ ხელშეკრულება თვითონ იმართებოდა რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად და მნიშვნელოვანი იყო რუსეთის კანონმდებლობა როგორც ყვეტდა ამ საკითხებს და მოსთხოვა მხარეებს წარმოედგინათ შესაბამისი მოსაზრებები ექსპერტების ამ საკითხს იმიტომ რომ უზენაეს სასამართლო ასევე არაერთგან აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის კანონმდებლობა როგორია, ეს არის მტკიცების საკითხი, მხარეთა მტკიცების საკითხი და მხარეებს ევალებათ, რომ წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ საკითხზე და შესაბამისად დარწმუნდა, რომ რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად ეს მაინც რჩებოდა როგორც სახელშეკრულებო დავა, უბრალოდ რუსეთის კანონმდებლობა აკეთებდა მითითებას იმაზე, რომ თუ ვთქვათ ხელშეკრულება შეწყდა და ვალდებულება აღარ არსებობს, ის რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, ამ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში შეიძლება უკან უსაფრთხო გამდიდრების ნორმების შესაბამისად დაბრუნდეს. შესაბამისად საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს დავა გამომდინარეობდა არბიტრაჟის ხელშეკრულებიდან იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელსაც მართავდა, რომელიც მართავდა ამ ხელშეკრულებას, მაგრამ ამავდროულად, რა თქმა უნდა, განიხილა ექს-ოფიციოდ
სწორედ აი ამ საფუძვლის ჭრილში საერთოდ იყო თუ არა ესეთი დავა არბიტრაჟუნარიანი საქართველოში უკვე ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად. და თქვა, რომ ეს დავა არის არბიტრაჟუნარიანი, იმიტომ რომ ჩვენ სამოქალაქო კოდექსში გვაქვს ზუსტად იგივე მუხლი 395 მუხლი, რომელიც გვეუბნება, რომ თუ რაღაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი სახელშეკრულებო ურთიერთობაში, ეს შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების მიხედვით უკან დაბრუნდეს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს დავა არ არის სახელშეკრულებო დავა და მხოლოდ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე ურთიერთობა გვაქვს. აი ეს იყო ის ძირითადი საკითხი, რომელიც სასამართლომ განიხილა, აი ამ დათქმის ქვეშ, რამდენად არბიტრაჟუნარიანი იყო ეს დავა და მივიდა იმავე დასკვნამდე, რომ ეს დავა იყო არბიტრაჟუნარიანი და შესაბამისად დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომ ეცნო და აღესრულებინა გადაწყვეტილება და არ იქნა გაზიარებული საწინააღმდეგო მოსაზრებები. ექს-ოფისიო მსჯელობები კითხველის გადმოსახედიდანაც ძალიან საინტერესოა მომავლისთვისაც გარკვეული წარმოდგენების შესაქმნელად. მე გამიმართლა ერთგვარად, რომ ესე იგი ამ საინტერესო საკითხებზე აღმოჩნდა, რომ ვიყავი მომხსენებელი და შემიძლია ვისაუბრო მათ შესახებ უფრო დეტალურად. კი ბატონო, და მეორე საფუძველზეც რო გადავიდეთ, როდესაც უფლებამოსილმა მხარეებმა დადეს ნამდვილი საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ეხება არბიტრაჟუნარიან დავას და რომელიც წარიმართა პროცესუალური წესების და მხარეთა შეთანხმების სრული დაცვით. და მხარე ჩამოუყვა ამომწურავ საფუძვლებს, ვერაფერი ვერ ნახა, რომლის საფუძველზე შეიძლება შეუტიოს გადაწყვეტილებას და ამოიკითხა საჯარო წესრიგი, რომლის დეფინიციას შემდგომ ვერც კანონში და ვერც ნიუ-იორკის კონვენციაში ძალიან მომართული მხარეა ვერ ნახა. რა შანსები რჩება მას, რა უნდა ამტკიცოს, იმიტომ რომ მომისმენია განცდა, რომ ეს თითქოს რაღაცა მომისმენია მოსაზრება, რომ თითქოს საჯარო წესრიგი სუბიექტური კომპონენტის შემომტანია, რაც ჩემი აზრით არასწორია, იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდან ყველაზე რთულად დასამტკიცებელი კრიტერიუმია იმ ყველა საფუძველს შორის, რომელზეც აქამდე ვისაუბრეთ. და სოფი, მე არ შემხვედრია მსჯელობა საჯარო წესრიგზე, სადაც სკოლიოში შენი სახელი და გვარი და სტატიის სათაური არ ამომეკითხა. ამიტომ მოდი მოკლედ მოგვიყევი, რა არის საჯარო წესრიგი და ერთი მხრივ რა შეიძლება აჩვენოს ხარე, მაგრამ თუ არ აჩვენა, სასამართლო თავის ინიციატივით რას შეაფასებს? ხო, და ეს საჯარო წესრიგის საფუძველია, როგორც შენ თქვი, ამბობენ, რომ როდესაც ყველა სხვა საფუძველი ჩავარდა, ასე ვთქვათ, არ არის სახეზე, საჯარო წესრიგი რჩება, ესე იგი, ფანჯარად, მეშვეობითაც შეიძლება. თუმცა კი შეიძლება ამბობენ, რომ საჯარო წესრიგი ყველაზე ხშირად წამოწეული საფუძველი შეიძლება იყოს, მაგრამ ამავე დროს ეს ის საფუძველია, რომელსაც ყველაზე ხშირად უარიც ეთქმევა. ანუ როგორც რთული სამტკიცებელია. მე ისევ და ისევ დაუბრუნდები ცოტა მოსამზადებელ მასალებს, იმიტომ რომ ამ საჯარო წესრიგის განმარტება, ასე თქვი, დეფინიცია არ არსებობს და იმისთვის რომ გავიგოთ რა იგულისხმება, უნდა ვიცოდეთ რა უნდათ კონვენციის შემქმნელებს რომ ეგულისხმათ მასში. და ვახსენე მე წინა ეპიზოდში, რომ 1927 წლის ჟენევის კონვენციაში დათქმა საჯარო წესრიგთან დაკავშირებით გრძელდებოდა. დათქმა ამბობდა, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება უარი ეთქვას, თუ კი ის ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან სამართლის ცნობა აღსრულების ქვეყნის სამართლის პრინციპებს. კონვენციის ავტორებმა განხილვის დროს უარი თქვეს, რომ გაეგრძელებინათ და სამართლის პრინციპები დაეტოვებინათ კონვენციის ტექსტში. და ეს მინიშნება იმაზე, რომ მათ სურდათ, რომ შეეზღუდათ ამ საფუძვლის გამოყენება, იმიტომ რომ სამართლის პრინციპებთან წინააღმდეგობა ხშირად გამოიყენებოდა პრაქტიკაში, როდესაც მაგალითად სასამართლო ჩათვლიდა, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ცნობა აღსრულების ქვეყნის იმპერატიულ ნორმას, ნებისმიერ იმპერატიულ ნორმას, ხო? და ეს ითვლებოდა, რომ სამართლის პრინციპს ეწინააღმდეგება. და კონვენციის ავტორებმა უარი თქვეს ამაზე და შესაბამისად მიიჩნევა, რომ ასე ვთქვათ, კიდევ უფრო შეზღუდულია, კიდევ უფრო ასე ვთქვათ, ვიწროთunda განმარტები, კი, და რეალურად კარი არ არის. არის რაღაცა პატარა
ერთი ეს უნდა გავითვალისწინოთ. ასევე მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ გაითვალისწინოს რა, რომ როდესაც მხარეებმა აირჩიეს არბიტრაჟი თავიანთი დავის გადასაწყვეტად, მათ უარი თქვეს ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტაზე, ხო? ანუ თვითონ მიანდეს კონკრეტულ ორ პირს, სამ პირს, ორს არა, სამ ერთს ან სამ პირს დავის გადაწყვეტა. და კიდე ერთი რამ, რომ ისინი დასთანხმდნენ, რომ ეს არბიტრაჟი გადაწყვეტილება უნდა იყოს საბოლოო. ანუ გადაწყვეტილება საარბიტრაჟო არის საბოლოო და მისი არსებითი გადასინჯვა არ უნდა მოხდეს. არ ითვალისწინებს არბიტრაჟი აპელაციას. აი, ეს არის მოცემულობა, საიდან საწყისი წერტილი, საიდანაც უნდა გამოვიდეს სასამართლო, როდესაც ის საჯარო წესრიგს უყურებს. ეს, ასე ვთქვათ, ცოტა რთულია ხოლმე, შეიძლება მოსამართლეს ცთუნება კონდეს, როდესაც ის კითხულობს გადაწყვეტილებას და არ ეთანხმება არბიტრის მსჯელობას და ფიქრობს, რომ აი მე სხვანაირად გამმარტავდი კანონს, ან უი აქ გამორჩათ რაღაცა იმპერატიული ნორმა და რაღაცა ძალიან ბუნებრივი შეიძლება იყოს ეს ცთუნება, რომ რაღაცა უნდა შევასწორო თამაში და ესე, ხო? აი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოსამართლეს ახსოვდეს, რომ კი ბატონო, შეიძლება ჯერზე ყველა თავისი ყველანი იურისტები ვართ და სხვანაირად შეიძლება იქნას ხო განმარტებული ესა თუ ის ნორმა. როდესაც მხარეებმა მოიპოვეს ის უპირატესობები, რაც მათ მიაჩნიათ, რომ აქვს არბიტრაჟს და ამიტომ იმართეს არბიტრაჟს, მაგალითად ის რომ კონკრეტული პირი ავირჩია არბიტრად, ამ პრივილეგიას თანსდევს რისკი. ანუ რისკი ის, რომ ის როგორც გადაწყვეტს და როგორც განმარტავს, იმას უნდა დავნებდე და შევეგუომე და მივიღო მოცემულობად, საბოლოო მოცემულობად, რომელიც გადასინჯვას არ ექვემდებარება. და აი ამიტომ ეს მნიშვნელოვანია, სასამართლოს ახსოვდეს სულ ეს, რომ ასე ვთქვათ, აი ამ ჩარჩოებით მოდის არბიტრაჟი და ამ ჩარჩოებით უნდა განიმარტოს საჯარო წესრიგი. ამიტომ აი ეს ბალანსი, რომ საბოლოობა მხარეთანების ავტონომია რომ არბიტრაჟმა გადაწყვიტოს და არა სასამართლომ ერთი მხრივ და კონვენციის წინა ის პრეისტორია რომელიც ამას განამტკიცებს და მეორეს მხრივ სასამართლოს დისკრეცია და ავტონომია რომ არ დაუშვას აი ისეთი რამის აღსრულება რაც თქვათ აი ეწინააღმდეგება სამართლებრივ წყობას ქვეყნის ერთ-ერთი სასამართლო გადაწყვეტილება იყენებს შოკის მომგვრელია. თუ კითხულობ გადაწყვეტილებაზე შოკის მომგვრელია, აი მაშინ შეიძლება დაფიქსდეს საჯარო წესრიგი. კარგი სიტყვა. კი, ზუსტად ეს სიტყვა მიტრიალებდა მეც თავში, იმიტომ რომ არბიტრაჟის გზამკვლევში, რომელიც ძალიან კარგი ინსტრუმენტია მათ შორის მოსამართლეებისთვისაც, ზუსტად ეს სიტყვა გამოყენებული და კარგად ასახავს იმ სტანდარტს, რაც უნდა დააკმაყოფილოს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ მოსამართლემ გამოიყენოს საჯარო წესრიგის საფუძველი. და იმ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დაასაბუთოს ეს. ანუ შეიძლება ხშირად არის სასამართლო გადაწყვეტილებები ჩვენთან, რომ მართლაც თქვათ ფიქრობ, რომ ეს საჯარო წესრიგის წინააღმდეგება, აი ხშირად შეიძლება დასახბუთების სტანდარტი არ არის და აი თქვათ მაგალითად ჩვენი სასამართლოების პრაქტიკა იყო და მე მგონი ახლაც არის, რომ თუ კი მაგალითად პირგასამტეხლო, რომელიც თქვათ სასესხო ხელშეკრულებაში არბიტრაჟმა მიანიჭა მხარეს, ეს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი თუ არის, თქვათ ასეთ შემთხვევაში საჯარო წესრიგის საფუძველია. ასეთი პრაქტიკა სხვა ქვეყანაშიც არის, სხვათა შორის, როდესაც აი ძალიან აშკარად შეუსაბამო პირგასამტეხლოა, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო ცნოს არა იმიტომ, რომ 460-ზე წინააღმდეგება, იმიტომ რომ მაშინ შეიძლება განიმარტოს, რომ ნებისმიერ სხვა მოხდ თუ წინააღმდეგება ეს კი საჯარო წესრიგია, ხო? არამედ თქვას, რომ დაასაბუთოს, რატო ადის ეს ისეთი მნიშვნელობის დარღვევაზე, ან ისეთი მნიშვნელობის რატომ არის, რომ ის ვერ დაუშვებს ამის ცნობა აღსრულება საჯარო წესრიგის საფუძვლით. სხვათა შორის თუ გადავხედავთ ჩვენს პრაქტიკას, არა მხოლოდ არბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა აღსრულების, არამედ სხვა უცხო ქვეყნის სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების ცნობა აღსრულების, იქაც არის ცნობა აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი საჯარო წესრიგი. ძალიან ცოტა შემთხვევებია, როდესაც საქართველოს სასამართლომ უარი თქვა ცნობა აღსრულებაზე ამ საფუძვლით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საქმეში აბსოლუტურად სასამართლოს ევალება, რომ ეს ექსოფიციოდ შეამოწმოს და უნდა თქვას, რომ არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს უნდა ჩაწეროს ეს. მახსენდება ერთადერთი საქმე,
კონკრეტულად, რომლის განხილვაშიც მე პირადად მონაწილეობდი ამ საქმეშიც, ძალიან საინტერესო იყო ბელგიის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხებოდა, რომელიც გამოტანილ იყო ნარდობის ხელშეკრულებასთან მიმართებაში. ხელშეკრულების ერთი მხარე იყო, ასე ვთქვათ, სიპი და SCP იყო დაფუძნებული, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ. და გადაწყვეტილება იყო მიღებული SCP-სა და მუნიციპალიტეტის მიმართ. ოღონდ თვითონ მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების მხარე არ იყო. და აი ამ შემთხვევაში ერთადერთი შემთხვევა მახსენდება ბოლო პრაქტიკაში, შეიძლება უბრალოდ სხვები არ მახსოვს, მაგრამ როგორც ვთქვათ, ძალიან იშვიათია. სასამართლომ თქვა, რომ მუნიციპალიტეტის მიმართ ამ გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა დაეკისრა მხარეს, რომელიც საერთოდ ურთიერთობის მონაწილე არ იყო. და ეს ჩათვალა, რომ ეს ისეთი პრინციპია, რომელიც ზოგადად არ შეიძლება, რომ რომელიმე ქვეყნის საჯარო წესრიგის, თქვათ, გიდან გამომდინარე, იყოს ხომ, ანუ იმდენად განზოგადებული პრინციპია, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ იმას უნდა დაეკისროს, რომელსაც აქვს ვალდებულება, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო საჯარო წესრიგის დარღვევა, თქვათ, ამ სიტუაციაში. ეს შეიძლება რაღაც კონკრეტული მაგალითი. გაცდას მიჩენს, რომ შემდეგი ეპიზოდზე შეგვიძლია არახელმომწერ მხარეებზე შეგვიმსჯელოთ და რაღაც ერთი ფაქტი მეორეს განაპირობებს და იმედი მაქვს, რომ ეს არ არის ბოლო ეპიზოდი, რომელსაც თქვენ სტუმრობთ. ხო, მხარი გვთავაზობდა ამ კონკრეტულ დავაში, მაგალითად, საჯარო წესრიგის საწინააღმდეგოდ მიგვეჩნია ასევე ფაქტი, რომ ბელგიის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ იყო განმარტებული ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურა. ხო, ესეც საინტერესო საკითხი არის და შეიძლება შემდგომი დისკუსიის კი ბატონო, მე მინდა რომ პირობა ჩამოგართვათ, რომ ეს არ იქნება ბოლო დისკუსია ჩვენი პოდკასტების ფარგლებში და მე მგონი ამით ზოგადი მიმოხილვა განვახორციელეთ იმ საფუძვლების, რომელზეც წინა ეპიზოდშიც საუბრობდით და რომელიც, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, უკვე კანონმდებლის მიერ ამომწურავად არის განსაზღვრული. კი და აი თუ შეიძლება უფრო ცხადია ჩვენ დღეს თქვა დრო არ ქონდა რომ ყველა საფუძველზე და ყველა მაგალითზე გვესაუბრა და ვინც გვიყურებს მათთვის ვიტყვი რომ ცხადია ხა ყველა მიცის ძალიან ბევრი ლიტერატურა არის დღეს მისი ხელმისაწვდომი ინტერნეტში და ერთ-ერთი რაც აი წინ მიდევს მე ეს არის კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭოს სახელმძღვანელო ნიუ-იორკის კონვენციის განმარტებაზე, რომელიც ჩვენ და ჩვენმა კოლეგებმა და მეგობრებმა რუსაჭკუასელმა თამარ მორჩილაძემ, ნინო სესიტაშვილმა და დათო ხაჭვანმა თარგმნა ჯერ კიდევ 2012 წელს თუ არ ვცდები, თუ 2013 წელი იყო. სადაც თითოეული საფუძველი ნიუ-იორკის კონვენციის არის დეტალურად განხილული თავისი მაგალითებით სხვადასხვა ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების. ეხლა გამოდის ამ სახელმძღვანელოს მეორე edition-ი, მეორე რედაქცია, განახლებული რედაქცია და ფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო სახელმძღვანელო არის პრაქტიკოსებისთვის. კი ბატონო, ანუ მეორე სამაგიდო წიგნი როგორც მინიმუმ მალე დაგვემატება ყველა არბიტრაჟით დაინტერესებულ ადამიანს. მადლობა კიდევ ერთხელ ამ ეპიზოდში სტუმრობისთვის და შემდეგ ეპიზოდში შევხვდებით ჩვენ. მადლობა. მადლობა თქვენ.